ახალი სამთავრობო პროგრამა და პირველი შეფასებები ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ პროგრამას დეპუტატების მხრიდან კომენტარები მოყვა. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ პროგრამაში ასახულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ოპოზიციას კი სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მინისტრთა ახალი კაბინეტის მხარდაჭერას არ აპირებს. უფრო დეტალურად დეპუტატების პოზიციებს ეკო მაღრაძე გაგვაცნობს, ეკო გისმენთ. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმცირესობა არ აპირებს ნდობა გამოუცხადოს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. მათ აქვს შენიშვნები სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით უმცირესობის დეპუტატები აკრიტიკებენ ეკონომიკურ პოლიტიკას და აცხადებენ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა არის არაკვალიფიციური, რადგან ისინი ვერ ასრულებენ იმ დაპირებებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ ჰქონდათ. ვერ ვხედავთ კაფიო გეგმას, ვერ ვხედავთ ჩამოყალიბებულ პროგრამას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდება, გვექნება ეკონომიკური ზრდა, შეივსება ბიუჯეტი და ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ესეთი მწყობრი გეგმა არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ არის პოლიტიკური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცუდი იყო წინა 9 წელი და ეხლა როგორ უშლის ოპოზიცია მათ ხელს მუშაობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერც ამ ხედვას, ამ მიდგომას და ვერც წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას ხარს არ დაუჭერთ. იმ რამდენიმე შეკითხვიდან, რომელიც ეხებოდა კონკრეტულად ეკონომიკის გაჯანსაღების თემებს, ბატონო პრემიერ-მინისტრმა ვერც ერთზე ვერ გასცა კონკრეტული პასუხი. ეს მიანიშნებს იმას, რომ ქართული ოცნებისათვის უმთავრესი დღეს, ისევე როგორც ახალი მინისტრთა კაბინეტისათვის, არის რაღაცა პოლიტიკური ინსინუაციების მოფიქრება მოწინააღმდეგე პოლიტიკურ გუნდებზე და არა იმ პრობლემების დაკავება, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. საპარლამენტო უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ პრიორიტეტები სამთავრობო პროგრამაში სწორად არის გაწერილი და მთავრობის ახალი შემადგენლობა უზრუნველყოფს იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება. საყოველთაო დაზღვევა, დახმარებები სოციალური გაორმაგებული, პენსიები გაზრდილი, სოფლის მეურნეობაში სერიოზული წარმატებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალთან ეფექტური ბრძოლა. ეს არის მოკლედ ჩამონათვალი, რომლითაც მთავრობა მოვიდა და მათ ნდობის გამოსაცხადებლად უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომელმაც დაიწყო ეკონომიკის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და გააგრძელებს ასევე. პრიორიტეტები არის კარგად ჩამოყალიბებული. განათლება, სოციალური საკითხები, ეს უსაფრთხოების თემებიც ძალიან მნიშვნელოვნად არის წინ წამოწეული. საგარეო ურთიერთობები რასაკვირველია ეს სფეროა, სადაც წარმატებას მივახცევთ, მაგრამ საფრთხეები რასაკვირველია ისევ არსებობს. სამთავრობო პროგრამაზე შეფასებები გააკეთეს მინისტრობის კანდიდატებმაც, მათ კონკრეტულად ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც სამინისტროები უახლოესი 1 წლის განმავლობაში გეგმავენ. სამთავრობო სტრატეგია ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით რჩება იგივე. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, იქნება ეს საპენსიო საკითხი. არსებული მეთოდოლოგია რეალურად არ არის პენსია, ეს არის სოციალური დახმარება რეალურად და მთავრობა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ უახლოეს წლებში გადავიდეს თანამედროვედ მიღებულ საპენსიო სისტემაზე. ჩვენ პროგრამაში გვიწერია რეგიონული განვითარების კომპონენტები, ის რომ 2014-15 წლებისთვის გაკეთდეს მხარეებისთვის განვითარების რეალური გეგმები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ავტომაგისტრალების უფრო დაჩქარებული ტემპებით მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება 24 საათიან რეჟიმში რეგიონებში და რეგიონული ნაგავსარლების მართვა, ეს იქნება უმთავრესი პრიორიტეტები მომდევნო წლების განმავლობაში. მომდევნო წლების განმავლობაში კვლავ პრიორიტეტად დარჩება სათხილო სექტორი, ზედამხედველობის სამსახური, ანუ კანონახსრულების მექანიზმების ხელშეწყობა, მონიტორინგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისთვის და ასევე ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლა. პროგრამაში სრულად არის ასახული დევნილთა, ლტოლვილთა პრობლემებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება და ეს გეგმები, რომელსაც სახელმწიფო აუცილებლად განახორციელებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება დაბრუნებამდე პერიოდში და შემდეგ ღირსეული დაბრუნება მშობლიურ ადგილებში. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ჩვენ თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნება. თუმცა არა ისე უპასუხისმგებლად, როგორც ამას აკეთებს
და წინა ხელისუფლება, არამედ გააზრებულად, რომ ამ ხალხს შევთავაზოთ უკეთესი ეკონომიკა, შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები და მათ მივცეთ საშუალება, რომ ჩაერთონ თავის ქვეყნის აღშენებლობაში, შემოიტანონ თავიანთი ინვესტიციები ან გონებრივი რესურსი. ძირითადი მიმართულება საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ეს არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირება. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგის გაგრძელება ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ჩვენ ხაზგასმით აღნიშნეთ და ამ ხაზის და ამ პოლიტიკის ერთგული დავრჩებით ბოლომდე. სამთავრობო პროგრამაზე მსჯელობა პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.